გამარჯობა. იმისთვის რომ ფიზიკის გამოცდაზე ნორმალური კულა მიიღოთ, საჭიროა წინა წლების ტესტების ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და გარჩევა. ეხლა გთავაზობთ 2024 წლის, ანუ გასული წლის ეროვნული ტესტის რამოდენიმე ამოცანას. დავიწყებთ სულ თავიდან ამ ტესტიდან და გავარჩევთ მათ. მოდით დავიწყოთ. ესე იგი, პირველი ამოცანა აქედან ასე გახლავთ. ჩამოთვლიდან რომელია ფიზიკური მოვლენა. წლის გაცხელება, ესე იგი, ნივთიერება თუ არ გარდაიქმნება, ეს ფიზიკური მოვლენაა. წლის გაცხელება ფიზიკური მოვლენაა. ლურსმნის დაჟანგვა არ არის ფიზიკური მოვლენა. თვალის დაბნელებაც ფიზიკური მოვლენაა. ესე იგი, პირველი და მესამე არის პასუხი. პასუხი არის E და გადავიდეთ შემდეგ ამოცანაზე. ბავშვმა 40 მეტრი გაიარა დასავლეთის მიმართულებით, შემდეგ 30 მეტრი ჩრდილოეთის მიმართულებით. ესე იგი 40 მეტრი დასავლეთით, შემდეგ 30 ჩრდილოეთით, აი ესე მოძრავა ამ ბავშვმა. 40 მეტრი და 30, ანუ 70 მეტრი გაიარა, ხო? სულ. გავლილი მანძილი არის 70 მეტრი. გავლილი მანძილის შეფარდება უნდა გამოვთვალოთ გადაადგილების მოდულთან. გადაადგილების მოდული იქნება 30 და 40 არის ეს მართკუთხედს ქმნიან ერთმანეთთან და პითაგორას რიცხვებია რა, 50 იქნება ჰიპოთენუზა თქო უნდა. და ამიტომ 70 უნდა გავყოთ 50. ანუ 7/5. 7/5 იგი 1 და 2/5, ან 1 და 4/10. 2/5 იგი 4/10, ხო? პასუხი არის G და შემდეგ ამოცანაზე გადავიდეთ. რომელია ვექტორული სიდიდე? გავლილი მანძილი არ არის ვექტორული სიდიდე, წნევა არ არის ვექტორული სიდიდე, მუშაობა არ არის ვექტორული სიდიდე, არც დენის ძალა არ არის ვექტორული სიდიდე. დაგვრჩა მხოლოდ D იმპულსი, ეს ვექტორული სიდიდეა ნამდვილად. მეოთხე, ორ მენზურაში ჩასმულია ტოლი მასის სხვადასხვა სითხე. იპოვეთ მარცხენა მენზურაში ჩასმული სითხის სიმკვრივე შეფარდება მარჯვენა მენზურაში ჩასმული სითხის სიმკვრივესთან. ესე იგი, ამათი მასები M1 და M2 ერთმანეთს ტოლია. ორივე M-ია რა, მასა ერთნაირია. პირველ ჭურჭელში დანაყოფის ფასი ერთი დანაყოფი არის რამდენი გამოდის, ესე იგი 20 არის ამათ შორის 40 და 20 შორის სხვაობა და 5-ზე უნდა გავყოთ. 20 და 5-ზე გავყოთ 4 სტოლი არის. ესე იგი ამისი სიმაღლე, ასე ვთქვათ, სანტიმეტრულ კუბებში, ამისი სიმაღლე არის 24 სანტიმეტრი, ხო? 24 სմ. პირველი სიმაღლე. მეორეში სიმაღლე აქ დანაყოფის ფასი სხვა არის, ხო? ხედავთ? აქ 30-ია, უფრო ადვილი გამოსათვლელია. სიმაღლე 30 სანტიმეტრია, 30 სანტიმეტრი. მოცულობა საერთოდ სიმკვრივეს როგორ თვლიან, რო პირველი ტოლი არის M, ნუ M პირველი იგივე M არის, ხო? შეფარდებული V პირველთან. V პირველთან. და V პირველი ტოლი იქნება H პირველი, გამოვავალთ ეს არის ამისი განუკვეთის ფართობი რა, ასე ვთქვათ, ნუ ხო, ფართობი, ფსკერის ფართობი, მოკლედ. ესეთ აღნიშნოთ, ორივე შემთხვევაში ფსკერის ფართობი არის ერთმანეთის ტოლი. ეს მართალია ამოცანაში არ არის აღნიშნული, მაგრამ ჩვენ ეს უნდა დავუშვათ სხვანაირად ამას ვერ წამოვხსნით. ხო, ნუ ერთი შეხედვით კი არის ერთმანეთის ტოლი, მაგრამ ჩემი აზრით უნდა იყოს ამოცანაში, უნდა ეწეროს ამის შესახებ. თუ წერია და მე გამომჩა ორ მენზურაში ჩასმულია ტოლი მასის სხვადასხვა სითხე, იპოვეთ მარცხენა მენზურაში ჩასმულ სითხის სიმკვრივე შეფარდება მათ ჩასმულ სითხის სიმკვრივესთან. ეს რაღაც არ წერია, კარგი, ნუ H1S. და რო მეორე ტოლია M შეფარდებული H2S-თან. ესთან. რო შევაფარდოთ ახლა რო 1, რო 2-თან, შეხედეთ მასები გაბათილდება რა თქმა უნდა. და ესებიც გაბათილდება და გამოგვივა რო 1, რო 2 შეფარდება არის H2 H1-თან. ანუ 30 24-თან. 30 24-თან 6-ზე რო შევკვეცოთ 5 4-დი იქნება ეს. ანუ ხო, ნუ 5 4-დი რა, ესა D არის პასუხი. კარგი, შემდეგი
ამოცანაზე გადავიდეთ. სხვადასხვა სიმაღლიდან ერთდროულად დაიწყო ვარნა ერთნაირი მასის ორმას ხელოვნად. ჩამოთვლაგან ვარნის პროცესში, რომელი ფიზიკური სიდიდე ექნებათ მათ ერთნაირი დროის ერთსა და იმავე მომენტში არის ინამდვილ გულებელყავით. სხვადასხვა სიმაღლიდან დაიწყო. ერთი აქედან დაიწყო დაუშვათ ვარნა. მეორე აქედან დაიწყო ვარნა, ხო? ერთდროულად დაიწყეს ვარნა. ესე იგი და სანამ ეს მეორე დავარდება, მეორეს დაბალი სიმაღლე აქვს ჩვენ დაშვების თანახმად, ხო? მანამდე მაგ პერიოდშია ალბათ ეს ნაგულისხმევი, ახაც ნაგულისხმევი უნდა ვიგულისხმოთ, ვარნის პროცესს ამას განვიხილავთ, ესე იგი ჯერ ეს დაეცემა და მერე უკვე ამის სიჩქარე, კინეტიკური ენერგია, პოტენციალური ყველაფერი ნული იქნება. ხო და ეს ამასობაში განაგრძობს კიდევ ვარნას და სიჩქარეც სხვანაირ ექნება, პოტენციური ენერგიაც, კინეტიკური ენერგიაც, მაგრამ ამის დავარნამდე პროცესი განვიხილოთ. ამას გულისხმობენ ესენი აქ. ესეც არაა აღნიშნული ამოცანაში. ნუ რა ვიცი, ესეთი ტესტები რო იყოს ახლა რომელიმე საერთაშორისო გამოცდაზე არის სეტის ან რაღაც ეგეთი IBM-ის გამოცდაზე, უბრალოდ ესეთ ტესტებს ეგ არ დაუშვებენ ალბათ, ხო? ნუ ახლა დიდ პროტესტს გამოიწვევდა. ხო, ჩემი აზრით, ახლა რა თქმა უნდა. ხო, მოდით გავაგრძელოთ, ხო? დაუშვათ ეს, ჩვენ ხო ხვდებით, რომ ახლა ესენი ამას ჩვენ და დაუშვათ ეს და იმპულსზე და კინეტიკურ ენერგიაზე ალაპარაკი. ნუ პოტენციური ენერგია რა თქმა უნდა ამაც სხვადასხვა იქნება. და იმპულსი ამისი არის მასის ნამრავლის სიჩქარეზე და კინეტიკური ენერგია არის მასის ნამრავლის სიჩქარის კვადრატის ნახევარზე. ასე იგი მასები ერთნაირია, ემები ერთნაირია და სიჩქარეები ამათი კიდე ვარნის პროცესში, ხო? იქნება ერთნაირები, სანამ ეს არ დაეცემა, რა თქმა უნდა, ეს რო დაეცემა, ამის სიჩქარე უკვე 0 გახდება და ეს კიდევ გააგრძელებს ეს ვარნას. ამიტომ არა, ამის დაცემამდე პროცესში ამათი ამ ორი სხეულის იმპულსი და კინეტიკური ენერგია, ემები ნახევარი იქნება ერთნაირი. ამრიგად პირველი და მეორე იქნება ამისი პასუხი. მხოლოდ პირველი და მეორე. ხო, მოდი შემდეგ ამოცანაზე გადავიდეთ. შემდეგი რომელი იყო? ეს არის მთვარის მასა, 91-ჯერ ნაკლები დედამიწის მასაზე. მთვარე დედამიწას იზიდავს F ძალით. რა ძალით იზიდავს? დედამიწა მთვარეს. ნიუტონის მესამე კანონის თანახმად იგივე ძალით იზიდავს, რა თქმა უნდა, კი არის პასუხი. ნიუტონის მესამე კანონი. სხეულები ურთიერთქმედებიან სიდიდით, ტოლით და საპირისპირო მიმართული ძალებით. მოდულით, ტოლით, ძალებით. დიახ. კარგით, ახლა შემდეგი ამოცანა განვიხილოთ. მეშვიდე ამოცანა, დიაგრამის 4 წერტილი გამოსახავს 4 სხვადასხვა სხეულის მასებს და კინეტიკურ ენერგიებს, რომელ ორ სხეულს აქვს მოდულით, ტოლი იმპულსები. დავუწყოთ პირველიდან, ამის იმპულსი დავთვალოთ. იმპულსი არის მასის ნამრავლის სიჩქარეზე. ამ სხეულს პირველ სხეულს მასა აქვს 1 სტოლი, ხო? ხოლო აი კინეტიკური ენერგია არის 4, ხო? 4 ერთეული. კინეტიკური ენერგია თავის მხრივ არის mv კვადრატი შეფარდებული 2-თან. ხო, მასა 1-ია, 1 უნდა ჩავსვათ აქა. ეს არის 4, ასეთი რაღაცა და v კვადრატი გამოგვივა ჩვენ 8 სტოლი. ანუ v გამოვა, უყურეთ, ფესვირვიდან. ფესვირვიდან უნდა გამომრავლოთ 1-ზე და იმპულსი პირველ შემთხვევაში არის ფესვირვის სტოლი. ხომ, mv-ც იქნება ფესვირვა. ესე იგი პირველი იმპულსი ეს არის, ფესვირვა არის. ახლა მეორე ბეს იმპულსი ნახოთ რა ფიქრობთ. აქ მასა 2-ია. მასა 2-ია და კინეტიკური ენერგია 3 სტოლია. ესე იგი mv კვადრატ ნახევარი არის, მოდით ეს ავიღოთ, არის 3 სტოლი. აქ უნდა 3 იყოს, ხო? ესე 3-ად გადავაკეთოთ, მოდი. 3 ჯერ 2 არის 6. m-ის ნაცვლად უნდა ჩავსვათ 2. ხო? ეს არის 6. ხო, mv კვადრატ ნახევარი არის 3 სტოლი, დიახ, 3 სტოლი. და m-ის ნაცვლად უნდა ჩავსვათ 2, ხო? 2. 2v კვადრატი უდრის 6. ანუ რა გამოდის, რომ v კვადრატი ტოლია 3-ის. ანუ v გამოდის ფესვი 3 სტოლი. და იმპულსი გამოდის mv, ხო? mv გამოვა 2 ფესვი 3. მას ხო 2 არის. m-ი 2-ია და 2 ფესვი 3. ეს არის მეორე შემთხვევა. b შემთხვევა, ეს არის b. ეხლა ვნახოთ შემთხვევა c. c შემთხვევაში მასა 4-ია. ხოლო კინეტიკური ენერგია 2 სტოლი. ესე იგი mv კვადრატ ნახევარი არის 2, 2 როზე გამოდის 4 არის, მასაც 4-ია. შეიკვეცება და v კვადრატი გამოდის 1 სტოლი და მასა 4 არის და ესე იგი mv ასეთ შემთხვევაში, c შემთხვევაში გამოდის 4 სიჩქარე 1 არის და ეს 4 სტოლი გამოდის რა. ეს არის c შემთხვევაში. ნუ აქ არც ერთი არ ემთხვევა ჯერჯერობით ერთმანეთს. ეს არის 4 ჯერ 2, 2 ფესვი 2 არის და აქ კიდე 2 ფესვი 3-ია. და ეს ამ ნახოთ, მოდი ეს d შემთხვევა არის სწორედ ეგეთი, ბოლოს დარჩენილი აქ არის 6.
მასა 6 არის, კინეტიკური ენერგია კი 1 სტოლია, v კვადრატი შეფარდებული 2-თან უდრის 1-ს. და აქედან v კვადრატი რისი ტოლი გამოდის ჩვენ 6 2-ზე გაყოთ 3 1/3 ტოლი გამოდის 1/3. ანუ v გამოდის თავისუფლად. v გამოდის 1 შეფარდებული ფესვის 3-თან. ასეთი რაღაცა. ეს უნდა გამრავლოთ 6-ზე. მასა 6 არის. mv იქნება 6. mv დავთვალოთ, მოდი mv ტოლი იქნება 6, უნდა გამრავლოთ 1 ფესვის 3-ზე. აჰა. და 6 თავისუფლად არის 2x3. შეფარდებული ფესვის 3-ზე და 3 ფესვის 3-თან 3 ხო არის ფესვის 3 რო ფესვის 3-ზე გამრავლოთ და ფესვის 3-ზე კაი შეეგოცება და გამოგვივა 2 გამრავლოთ ფესვის 3-ზე. და ახლა აქაც მივიღეთ ასევე d-ში მივიღეთ იგივე რაც b-ში, ანუ bd და b და d შემთხვევაში არის ამ სხეულების იმპულსები ტოლი, ეს b და d არის e ვარიანტია. კარგი, შემდეგი ამოცანა ვნახოთ. გლუვი დახლილი ზედაპირის ფუძე 8 მეტრის ტოლია, სიმაღლე კი 6 მეტრის. დახრილ სიბრტყეზე სრიალებს სხეული. ძელაკი მოსრიალებს და განსაზღვრეთ ძელაკის აჩქარება. რა იწევს აჩქარებას ახლა ჩვენ ამაზე? ამ ძელაკზე ორი ძალა მოქმედებს, ხო? ერთი ეს არის mg, სიმძიმის ძალა. და მეორე მოქმედებს ეს n, ამ ზედაპირის მართობი ესე საღდენის რეაქციის ძალა. ამ ორი ძალის ტოლქმედი ქმნის, არის სწორედ ეს, რა ქვია, ის ძალა, რომელიც იწვევს აჩქარებას. ეს ნიუტონის მეორე კანონის ძალა არის და შესაბამისად m-ა სტოლი არის რა. m-ა, ეს არის m-a. m-a სტოლია. და ეს აჩქარება უნდა გავიგოთ. ზელების აჩქარება. მოდით, ეს სამკუთხედი, ეს პატარა სამკუთხედი აქ ახლა დავხაზებთ. ეს mg არის am-ის პარალელური 6 სანტიმეტრიანი კათედი, 6 მეტრიანი კათედის. ხო, ეს კიდე ესა გახლავთ ამისი პარალელური, ეს რა ქვია, ეს იქნება 10 მეტრი. სიგრძე, დაახლოებით სიბრტყის სიგრძე. ხო, ეს ამის პარალელური. ესე იგი, რისი თქმა მინდა, ეს კუთხე, ალფა კუთხე, რომელ კუთხეს შეესაბამება? ეს კუთხე შეესაბამება ამ კუთხეს, ხო? ამ კუთხეს. ალფა კუთხე ეს არის. ეს არის ალფა. იგივე ალფა. ეს ახლა ამ კუთხის ალფა კუთხის სინუსი, ხო? ეს ალფა კუთხის სინუსი არის ეს mg მოპირდაპირე კათედი შეფარდებული m-a. მოპირდაპირე კათედი არის m-a. m-a შეფარდებული mg-სთან. ეს არის სინუს ალფა. m-ები გაბათილდა და a შეფარდებული g-სთან არის სინუს ალფა. მაგრამ სინუს ალფა რის ტოლი არის აქ? აი დიდი სამკუთხედიდან რა ვარაუდობ. რომ ალფა კუთხის მოპირდაპირე კათედი არის 6 და ჰიპოტენუზა 10. 6 მიათედის ტოლია რა. 6 მიათედის ეს. ну g-ს თუ ჩავთვლით რომ 10 ტოლია, აჩქარება გამოდის 6 მეტრ კვადრატი დაახლოებით. თუ g-ს მივიღებთ დაახლოებით 10 ტოლი. ხო, მაგრამ აქ აი ნახეთ რომ ხო, ну გასაგები 6 მიათედი g იქნება. აი 0,6 g, რა თქმა უნდა. a ტოლი არის g-ზე რომ გამოვიყოთ 6 მიათედი არის. იგივე 6 მიათედი g, ან 0,6 მიათედი g. კარგი, გადავიდეთ შემდეგ ამოცანაზე. ხო, აქ არის რაღაც როლსიმკვრივის სითხეში ჩაძირული არის m მასის სხეული. ჭოჭონაკების სისტემით არის გაწონასწორებული m5 მასის საწონი. განსაზღვრეთ სხეულის სიმკვრივე. რho ეს არის. ეს რho არის სითხის სიმკვრივე. კარგით. ახლა ამ სხეულზე ორი ძალა მოქმედებს. ერთი ეს არის სიმძიმის ძალა mg. არა, ორი არა, სამი ძალა. მეორე არის ეს mg გაწონასწორებულია ერთი აი ამ ამოგდები ძალით და მეორე კიდე აი ამ ძალით, რა ქვია. აი ამ ძალით, რომელიც აი ამ სხეულზე მოქმედებს, ეს არის m5, mg-ს მე-5 და mg შეფარდებული 5-თან, ეს აი ამ ძალით არის გაწონასწორებული. m5g. ხო, და f ამოგდები ძალა აქ, ხო, ესეთი. მოდი ეს აი ძალების ასე ვთქვათ, ტოლობა დავწეროთ. ორი ძალა არის ზევით მიმართული, f ამოგდები ძალა ეს mg5, მე-5 ძალა და ეს mg ძალა კი ქვემოთ არის მიმართული და მათი ჯამი ამ სამივე ძალის ჯამი, ასე ვთქვათ,
ვექტორული ჯამი უნდა შეადგენდეს ნულს. ეს მაშინ მოხდება თუ mg ტოლი იქნება ეს mg მეხუთედი შეფარდა mg მეხუთედი პლუს f ამონგდების. ამონგდების ძალის ტოლი იქნება. ეს აქეთ გადმოვიტანოთ და mg-ს რო mg მეხუთედი გამოვაკლოთ არის 4 მეხუთედი. mg ეს რაღაცაა და უდრის f ამონგდებს. f ამონგდების ძალა რა არის თავისუფლად? ეს არის რო სითხე, აი სითხის სიმკვრივე. რომელიც როს ტოლი არის ჩვენ შემთხვევაში რა ეს არ მინდა არის სითხის დათელა, უბრალოდ როს ტოლი არის, ხო, ეს მოცემულობა. ამ სითხის სიმკვრივე ჟ და ეს ვ არის ამ სხეულის მოცულობა. თვითონ ამ სხეულის მოცულობა, ეს სხეული. ჟ და ეს სხეული. ნუ ჟები შეგვიძლია შევგვეცოთ. ეს და აი აქ ახლა რა არის? მასა რა არის? მასა თავისუფლად მე არის როვ. m როგორც ვიცით არის სიმკვრივის ნამრავლი მოცულობაზე. რო და ვ. და 4 მეხუთედი m ამ სხეულის m ხო? ამ სხეულის m არის იგივე რო ამ სხეულის და გაამრავლოთ ამ სხეულის მოცულობაზე, ვ სხეულზე. და ეს ტოლი გამოვა რო და გაამრავლოთ ვ სხეულზე. ვ სხეული და ვ სხეული გაბათლდება და სხეულის სიმკვრივე ტოლი იქნება, ესე იგი სითხის სიმკვრივე არის 4 მეხუთედი სხეულის სიმკვრივე. ამ სხეულის სიმკვრივე იქნება 5 მეოთხედი სითხის სიმკვრივე. რო სხეული ტოლი იქნება 5 მეოთხედი როსი. როს ტოლი. 5 მეოთხედი იგივე 1/1 მეოთხედია. ანუ 1/25 მიასედი. რო 1/1 მეოთხედი იგივე 1/25 მიასედის. ტოლი გახლავთ. კარგით, ეს არის მე-10 ჭურჭელი, რომელშიც ასხია რო სიმკვრივე და ჰ სიმაღლის სითხე, მოძავს ვერტიკალურად ქვემოთ მართულ ჟ4 აჩქარებით. ჟ4 აჩქარებით. სადაც ჟ თავისუფლად აჩქარებით. განსაკუთრებით სითხის წნევა. ჭურჭლის ფსკერზე ატმოსფეროს წნევა უბულება უკავია. წნევა p საერთოდ ზოგადად ტოლი არის ძალა f გავყოთ ფართობზე. ნუ აქ როგორი სიტუაციაა, რომ ჭურჭელი არის, ამ ჭურჭელში რაღაც რო სითხის, რო სიმკვრივის სითხე ასხია, რაღაც ხ სიმაღლეზე. და ამაზე ვერტიკალურად ქვემოთ ვარდება ჟ4 აჩქარებით, აჩქარება არის ჟ4. 4-თან. და ამაზე ამ სითხეზე, რომელიც აი აქ მდებარეობს, ახლა ეს სითხე რა ძალით აწვება ამას, აი ამ ფსკერს, ხო? ეს გავიგოთ. ეს სითხე საერთოდ სითხის წნევა არის რო ჯ ჰ-ში. სითხის წნევა. სვეტის სიმაღლეზეა დამოკიდებული და ესე განსაზღვრება რო ჟ ჰ-ში. და ეს p წნევა, ხო? ეს არის რო ჯ ჰ-ში, ამისი წნევა. და ნუ ეს ჟ4 არის თავისუფალი ვარნის აჩქარება. მოდი ამაზე რა ძალა მოქმედებს ეს გამოვთვალოთ რა. აი ამ სითხეზე შეგნით, ხო? ამ სითხეს ხო სიმკვრივე აქვს ჟ და ჰ-ში. რაღაც m არის სითხის ასე ვთქვათ მასა, ეს m არის ეს სითხის სიმკვრივე. გამომრავლოთ მის მოცულობაზე, ხო? მისი მოცულობა რა არის? აი ეს რაღაც ფართობია, ხო, ესი ფართობი. და ჰ-ში. რო ეს ჰ-ში, აი ეს რაღაცა არის. რო ვ იგივე, რო ეს ჰ-ში, ეს ჰ-ში ვ არის, რო ვ. m არის რო ვ. აი ამის, ხო? და ამაზე მოქმედებს ესე იგი ძალა, რომლითაც ეს აწვება ამ ფსკერს, ჩვეულებრივად რო იდგეს ეს ჭურჭელი და არ ვარდებოდეს, ხო? ძალა, რომლითაც ეს ამ ფსკერს დააწვება, ეს ძალა იქნებოდა რო ესი ჰ-ში გამომრავლოთ ჟ-ზე, აი ამისი ტოლი. მაგრამ ეს ხო ვარდება ჟ4 აჩქარებით. ამიტომ მე ჟ მცირდება და აკლდება ამას, ნუ ჟ4. აი ეს. აი ეს გახლავთ ეს ძალა, რომლითაც ეს სითხე დააწვება ამ ფსკერს და ეს უნდა გავყოთ ამ ესზე რა და გავიგებთ იმ წნევას, რომლითაც ეს აწვება. პეუდრის ამას. ესებია.
ავათულდება და რო გახლავთ სითხის სიმკვრივე ჰაში არის ესა და ჟ-მეოთხედი არის 5 3 მეოთხედი ბუდეში. 3 მეოთხედი, ხო? აი წინ 3 მეოთხედი დავუწეროთ და ჟ. რო ჰ-ჟ 3 მეოთხედი. რო ჟ ჰ 3 მეორედი, აი ეს არის 3, რო ჟ ჰ მეოთხედი არის. ესე დაერეთ შეიძლება ჩაიწეროს საკმაოდ 3, რო ჟ ჰ მეოთხედი. ეს გახლავთ, ეს იყო მე-10 ამოცანა, ხო? ნახოთ ჩვენ მე-11 ამოცანა. მე-11 ამოცანა სკოლიდან მიმავალ, სკოლისკენ მიმავალ მოსწავლეს ზაში გაახსენდა სახში დარჩა როული. იში დაბრუნდა და შენდა ისე წავიდა სკოლაში. ხომ ჩამოთქვა რომელი გრაფიკი შეიძლება გამოსახულოს მოსწავლის x დაშორებას სახლიდან, როგორც t დროის ფუნქცია სკოლაში მისვლის მომენტამდე. დავიწყოთ მოდი პირველიდან, აი წავიდა, ხო? გაახსენდა, დაბრუნდა უკან და წავიდა ისევ სკოლაში რა, და სკოლაში აქ მივიდა ბოლო-ბოლო რა. პირველი შეიძლება რაზომაც არის. მოხ თანაბრად მოძრაობდა. ერთი გზა, მეორე გზა, სამი, სულ თანაბრად მოძრაობს, თანაბრად მუდმივი სიჩქარით. მეორე შემთხვევაში ახლა აი ეს ცოტა აჩქარებულად მოძრაობს აქაც, ხო? მაგრამ ეს თავისუფლად შეიძლება, რომ ეს ხო შეიძლება რომ მუდმივი სიჩქარით არ მოძრაობს. და ხო, აი ახლა მესამე შემთხვევა შეუძლებელია, იმიტომ გაახსენდა და იმავე წუთში სახლში აღმოჩნდა. ხო, რითი ტუნელირება მოახდინა, ხო? არა, ეს არ არის სწორი, შეუძლებელია. ხო, აი აქ კიდე ნახეთ, გაახსენდა და სადღაც დროში იმოგზაურა, უკან დაბრუნდა დროში, ესეც შეუძლებელია. ესე იგი შესაძლოა მხოლოდ პირველი და მეორე. ეს არის B არის პასუხი, მხოლოდ პირველი და მეორე. შემდეგ ნახაზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისტოლე აჩქარებს გეგმილი ტელევიზორის 2 წამ მომენტში. 2 წამი მომენტი აი აქ. აჩქარება აქ ამის სიჩქარე არის 0-ის ტოლი. ესე იგი, ქონდა 1 მეწამი სიჩქარე, დაიწყო დამოხრუჭება და გაჩერდა რა და 0 გახდა. ხო, ასე 2 წამ მომენტში გაჩერებული. აჩქარება რა იქნება? ესე იგი 0-ს უნდა გამოვაკლოთ 1 -1 და შეფარდებულ ტესტთან 2-თან. -1 მეორედი მეტრი წამ კვადრატი. აი ეს ხდება ამისი აჩქარება. ან 0,5, ან -0,5 მეწამ კვადრატი 1 მეორედი. შემდეგი იგივე სურათია, რისტოლე გადაადგილების გეგმილი 0-დან 7 წამს შუალედში. გადაადგილება, ესე იგი, აი ამ შუალედში. ჩვენ გავახსენოთ, რომ გადაადგილება ეს გავლილი მანძილი არის სიჩქარის გრაფიკი, როცა მოცემული იმ ფიგურის ფართობის ტოლია ეს. გავლილი მანძილი, რა მანძილი, რომელ ფიგურასაც სიჩქარის გრაფიკი ადგენს დროის ღერძთან. ესე იგი, აქ ჩვენ დროის ღერძთან გვაქვს აი ღერძის ზემოთ 1, აი პლუსებით რო იქნება მანძილი. გადაადგილება რომ დადებითი იქნება ეს 1 და აი ეს არის რა ქვია ტრაპეცია და სამკუთხედი. და ეს მეორე სამკუთხედი აქ გადაადგილება უარყოფით იქნება, მინუსი იქნება რა. პლუსებზე გამოვთვალოთ ამათი ფართობები ამ ფიგურების ამ ტრაპეციის და სამკუთხედის შევკრიბოთ. შემდეგ აი ამ სამკუთხედის ფართობი გამოვთვალოთ და დანარჩენ ორი ჯამს გამოვაკლოთ რა და იქნება ასიმეტრია იქნება პასუხი. ნუ აქ რა იქნება ტრაპეციის ფართობი, ხო, ესე ფუძეების ჯამის ნახევარია. გამრავლებული სიმაღლეზე. 1 რომ 2 მოვატოთ 3 არის, 1 არის სიმაღლე, 1-ზე რომ გამოვაკლოთ 3-ია და 3 უნდა გავაკეთოთ 2-ზე. აქ არის 1.5 მეტრი არის ეს გავლილი, ესე გადაადგილება. ეხლა აქ რამდენი იქნება შეხედეთ? 1, 2, 3 და ეს რამდენი არის 1. 3 რო 1-ზე გავაკეთოთ 1 არის და ეს 1 კი არა 3-ია და 3 რო 2-ზე გავაკეთოთ არის 1.5. ეს არის -1.5. ესე იგი აქ რა მოხდა? ესე იგი ეს წამოვიდა, ხო, რაღაც მანძილი გაიარა და შემდეგ აი აქ უკან დაბრუნდა რა. ხო, გადაადგილება აი ამ შემთხვევაში 0-ის ტოლია. და ეხლა იქ რა მანძილსაც გაელის, ეგ იქნება უკვე მისი გადაადგილება რა. ესე იგი ეს არის 2 წამი და 1-ზე, 2 რო 1-ზე გამოვაკლოთ 2 არის და 2-ზე უნდა გავყოთ სამკუთხედის ფართობი ესე არის თქმა. 1-ის ტოლია ეს რა, 1-ის ტოლია. რა საერთოდ ფორმულა არ გამოვაყენეს გეომეტრიული დიახსნება. თქმა უნდა შეგიძლიათ ფორმულებითაც ამოხსნათ, მაგრამ ეს უფრო რთული იქნება რა, დიდ დროს აიღებს. ხომ 1 მეტრი იქნება აი ამისი გადაადგილება დადებითი 1 მეტრი. დადებითი მართულებით. შემდეგ მე-14 6V და 8V სიჩქარეებით ურთიერთმართობულ წრფეებზე მოძრავი ტოლი მასის
ორი სხეული შეეჯახა და შეეწება ერთმანეთს. განსაზღვრეთ შეწებებული სხეულების სიჩქარე. ხო, ესე იგი ურთიერთმართობულად მოძრაობენ, დავუშვათ ესე მოძრაობს ერთიას. ვთქვათ ესე არის 8 მეტრი წამი, 8V სიჩქარე არის და დავუშვათ ესე მოძრაობს რა, ეს 6 და შეეჯახნენ აქ ერთმანეთს 6-ვე. იცით რა არის? ხომ, ამათი იმპულსები, ამას ხო რაღაც იმპულსი აქვს. ტოლი მასის არის ეს სხეულები, ხო? პირველი იმპულსი არის 8mv, აი ესეთი. მეორე იმპულსი არის 6mv. ერთმანეთთან ადგენენ იმას მართკუთხედს. პითაგორას თეორემის თანახმად, ამათი ჯამი, იმპულსების ჯამი, დაჯახებამდე ამათი იმპულსების ჯამი იქნება 10mv. დაჯახების შემდეგ რა მოხდა? ეს ორი სხეული გადაება ერთმანეთს და ამათი მასა გახდა 2m-ის ტოლი. მასა გახდა 2m. და სიჩქარე ამათი სიჩქარე. ერთის ხომ 6V იყო, მეორისი 8V იყო და ნუ გახდა 10V რა. ხო, იგივე პითაგორას თეორემის თანახმად. ხო და ესე იგი არა, 2m და ეს V' ბოდიშით, არა, 10V როგორ გახდა კაცო? 2m, ესე იგი, ეს გადაება ეს სხეულები ერთმანეთს, მათი მასა, შეჯახების შემდეგ ეს სხეულები ერთმანეთს გადაება და მათი მასა გახდა 2m. 2m. და ნუ რაღაც V' სიჩქარით გააგრძელეს მოძრაობა. აი ეს განტოლება შეგვიძლია დავწეროთ. m-ები გაბათილდა და V' ტოლი 10V უნდა გაყოთ 2-ზე. ანუ V' ტოლია 5V. პასუხი იქნება 5V. ეს იქნება ამის პასუხი. შემდეგი ამოცანა არის მე-15 ამოცანა. ჯერ ამპერმეტრით ვზომავთ დენის ძალას გამტარში, შემდეგ ვოლტმეტრით ვზომავთ ძაბოას გამტარში ბმულებს შორის, რომელიღაც სტარი მტკიცება. ვოლტმეტრის წინაღობა გამტარის წინაღობაზე ბევრად ნაკლები უნდა იყოს. აქ რაღაც გამტარი გვაქვს ესე და ახლა როგორ რაღაცაა იცით. ამაზე რომ ვოლტმეტრით უნდა გაზომო, ესე პარალელურად უნდა შევუერთო ეს ვოლტმეტრი რა. პარალელურად უნდა შევუერთო და თუ ვოლტმეტრის წინაღობა გამტარის წინაღობაზე ბევრად ნაკლები იქნება, მაშინ მთელი დენი აქ გამოვა, ამ გამტარს საერთოდ გამოტოვებს. ხო, და საერთოდ არ იქნება რა აქ. ამიტომ უნდა იყოს იმის თქმა, რომ ვოლტმეტრის წინაღობა ამაზე ბევრად ნაკლები არ უნდა იყოს, პირიქით. ხო, აი ამპერმეტრის წინაღობა კი მართლაც უნდა იყოს ბევრად ნაკლები აი გამტარის წინაღობაზე. ამის წინაღობაზე ბევრად ნაკლები უნდა იყოს, ეს პლუსია. ამპერმეტრი გამტართან მიმდევრობით უნდა ჩავთოთ, ესეც სწორია. ვოლტმეტრი გამტარის პარალელურად უნდა ჩავთოთ, ესეც სწორია და სტარი არის მარტო პირველი რა. სტარი გამტკიცებული არის პირველი. სტარი ან მხოლოდ ერთი. არის ამისი პასუხი. მე-16. ნახატზე გამოსახული ტრედის უბანზე ყველა რეზისტორის წინაღობა ერთმანეთის ტოლია. განსაზღვრეთ ჩამრთვლის ჩართვის შემდეგ უბნის წინაღობის შეფარდება ჩამრთვლის ჩართვამდე მის წინაღობასთან. ჯერ ჩართვამდე წინაღობა რა იქნება ეს ნახოთ რა. თუ ეს R-ია და ესეც R-ია, პარალელურად არის ჩართული. ამის საერთო წინაღობა იქნება 0.5R. დაემატა R. და კიდევ ეს R დაემატა. 1, 2R, 2.5R-ია ჩართვამდე. R-ია. ჩართვის შემდეგ რა მოხდება? ჩავთეთ ეს, დავუშვათ ეს. ეს დენი რო გაივლის აქ ესე, აი ამ გამტარს საერთოდ გამოტოვებს, აი ესე გაივლის. ამის წინაღობა აღარ იქნება, ამოვარდება. ამაში აღარ გაივლის დენი და ჩვენ დავრჩება, ანუ ეს წინაღობა რა, 0.5R, 1.5R იქნება რა. ჩართვამდე მის წინაღობასთან. ესე იგი 1.5R უნდა გავყოთ 0.5R-ზე. 15 25 5-ზე შევკეთოთ 3/5. 3/5 არ არის, ეს არის პირველი, პასუხი. შემდეგ ნახატზე გამოსახულ ტრედში ერთი ნახატზე გამტარში დენის ზავა არის აი. განსაზღვრეთ დენის ზავა AB უბანზე. AB უბანზე აქ თუ აი აქ იქნება აი ეს ნახევარი რა. აი ეს ნახევარი, აი ეს. აი აქ, აი ამ გამტარში დენის ზავა. აი შეფარდებული ორთან. აქ აი არის წინაღობა.
აქ დენის ძალა იქნება აი შეფარდებული 3-თან. ეს მთლიანად ამ უბანზე აქ შემავალი დენი, ხო? და მე აი აქედან გამომავალი დენი რა იქნება? აი ეს უნდა მოვუმატო, აი ეს ნახევარი და აი ეს მესამე. ეს ორი რო შევკრიბოთ, არის 5 მე-6 აი. და დავუმატოთ 1, 1 და 5 მე-6 აი. ეს იქნება 6 და 5 არის 11, 11 მე-6 აი იქნება პასუხი. კი. ხო. აქ გვაქვს ახლა ნახატზე გამოსახულია დენის წყაროს მომჭერებზე ძაბვის დამოკიდებული წყაროში დენის ძალას. განსაზღვროთ დენის ძალა მოკლე ჩართვისას. დაუცნაურია ეს. დენის ძალა მოკლე ჩართვის დროს რა ხდება? დიდი წინაღობა არის 0-ის ტოლი რა. დიდი წინაღობა R არის 0. მოკლე ჩართვის დროს ეგეთი რაღაც ხდება რა. დიდი წინაღობა რა არის ახლა? ეს არის ძაბვის შეფარდება დენის ძალასთან. როდის არის ეს 0? დიდი წინაღობა. როცა U არის 0, აი ეს როცა 0. ეს როცა 0-ია აი აქ. დენის ძალა მაშინ ამ ნახაზის მიხედვით არის 2-ის ტოლი. 2 ამპერის ტოლია. ამრიგად მოკლე ჩართვის დენია აი ამ ნახაზის მიხედვით არის 2 ამპერი. არა, ამ მომცან დაღთოვანებული ვარ მეთქი ნამდვილად ვერ ვეტყვი რა. ხო. აქ ნახეთ რა არის. წერტილოვანი მოხდეს ველში, A წერტილიდან B წერტილში გადაადგილებისას ველის პოტენციალი გაიზარდა 50%-ით. რამდენი პროცენტით გაიზარდა ველის დაძაბულობის მოდული? Адам B-ში Адам B-ში ნახაზიც არ აქვს ხო? ეს ნახაზი უნდა კონდეს. არ ვიცი, ნახაზ გარეშე მე უბრალოდ არ ვიცი, და მანძილი პოტენციალი შე არის ეგ D-ზე. და პოტენციალის გაზდა ცვლილება, აი დაძაბულობის გაზდა, ხო? დაძაბულობის გაზდა ცვლილება, ხო? მარტო ამის გაზდაზე ხო არა დამოკიდებული. მანძილიც ხო შეიცვალა, ხო? Адам B-ში რო გადაადგილეს ეს D მანძილი რაღაც შეიცვალა რაღაცნაირად. კაი, ეს გაიზარდა. ეს მანძილი შეიცვალა, ისე შეიცვალა, რომ ფი რო შევაფარდოთ აი ამ D1-ზე, ხო? ეს გახდა 50%-ით მეტი ამაზე, ხო? პოტენციალი გაიზარდა 50%-ით. ესე იგი ED1 არის 50% ამაზე. 1.5 ED. გაზრდილება. 50% გაზდა ამას ნიშნავს ED1. ED1 არის 1.5 ED1. მაგრამ აი საქმე ის არის რომ ეს დაძაბულობაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ ნახაზი გვჭირდება და ეს მანძილი გვჭირდება. ხო, არ ვიცი მე ამის ამოსდა სიმართლე რომ ვიტყვი. ან ამას ნახაზი აკლია, ან რაღაც მოცემულობა აკლია, ჩემი აზრით. ნუ რა ვიცი, მე გამახსენდეს ამის ამოსდა სხვანაირად, მაგრამ ამჯერად ნამდვილად არ ვიცი და უბრალოდ გამოტოვე. ხო, ვერაფერს შეთქმა რომ თანაზე ჯერჯერობით. ახლა ნახოთ შემდეგი. მათემატიკური ქანქარას ბურთულა შეცვალეს 4-ჯერ მეტი მასის ბურთულით. რა დაემართა არხევის პერიოდს? არაფერი. მათემატიკური ქანქარას არხევის პერიოდი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლ ვარდ საჩქარებაზე მძაფის სიგრძეზე. მასაზე ამ ბურთულის ვერცის მასაზე დამოკიდებული არ არის. არ შეიცვალა პასუხი. 21. ესე იგი სხეული ჰარმონიულად ირხება და ორ წამში გადის მანძილს წონასწორობის წერტილიდან მაქსიმალური გადახრის წერტილამდე. იპოვეთ ამ რხევის სიხშირე. ესე იგი შეხედეთ რა მანძილს გადის. აი აქ არის წონასწორობის მდგომარეობა თავშოთ და აი აქ არის მაქსიმალური გადახრის მდგომარეობა. აი აქ ორი წამი მომდა აგავლას. გაიარა ორ წამში. ორ წამში უკან დაბრუნდა. კიდევ ორი წამი აქ მოვიდა. ეს 6 წამია. და კიდევ ორი წამი უნდა რომ აი აქ დაბრუნდეს. ესე იგი სულ არის 8 წამი. 8 წამი უნდა ერთი სრული ხევის შესრულებას. ესე იგი აქედან 2, 2, 2 და 2. 8 წამი. ესე იგი ესე რომ ირხება 8 წამში ასრულებს ერთ რხევას. პერიოდი არის 8 წამი, ანუ სიხშირე არის ერთი შეფარდებული პერიოდთან, ანუ 1 მერვედის ტოლი. 1 მერვედი კიდე არის 0.125 ჰერცი. ხო, და ახლა ეს გახლავთ ეს 21.
გახავთ მათემატიკური ხანქარა ასრულებს თავისუფალ ხელას. ნახატზე გამოსახულ მომენტში ბურთულას სიჩქარის მიმართულებას გამოსახავს ის არის 2, რომელიც არის შეიძლება გამოსახდეს ამ მომენტში ბურთულას აჩქარების მიმართულებას. ეს სიჩქარეა, ხო? აჩქარება საერთოდ რა არის? ნიუტონის მეორე კანონის თანახმად აჩქარება არის F-ი შეფარდებული M-თან. რაზეა დამოკიდებული ეს აჩქარება? ძალაზეა რაცო დამოკიდებული. ახლა ამ ბურთულაზე რა ძალები მოქმედებს შეხედეთ? ერთი ხო სიმძიმის ძალა მოქმედებს ეს. მეორე ამ ძაფის გასწვრივ მიმართული დაჭემულობის ძალა, tension. ეს ორი ძალა მოქმედებს. მეტი არა, ეს ორი ძალა იწვევს აჩქარებას. და აჩქარება იქნება ამ ორი ძალის ტოლქმედის თანხვედრილი, ასე ვთქვათ. ამ ორი ძალის ტოლქმედი კიდე ესე უნდა გამოთვალო, პარალელოგრამი უნდა ააგო ამ ორ ძალას. აი ზუსტად აი ეს ვექტორი დაემთხვა მაგას, აი. შეხედეთ აი ეს. ეს ძალა, ხო, და ძალის მიმართულებას ემთხვევა აჩქარების მიმართულებას. ესე იგი, რომელიც არის შეიძლება გამოსახავდეს ბურთულას აჩქარების მიმართულებას, მეხუთე ის არის შეიძლება გამოსახავდეს, სხვა არც ერთი აჩქარებას, აი ესე შეიძლება გამოსახავდეს ყოველ მეხუთე ის არის. აჩქარების მიმართულება ყოველთვის ძალის ძალთა ტოლქმედის მიმართულებას ემთხვევა. ეს დაიმახსოვრე. შემდეგი. ხო, ეს უკვე ოპტიკაზე გადადის. შემდეგზე მოდით ეს ამოცანები ოპტიკაც ცოტა საოცრად განსხვავებული თემაა ხო აქედან და ეს ნაწილი, შემდეგი ნაწილი შემდეგ გაკვეთილზე გავარჩევთ. წარმატებებს გისურვებთ.